მაიაც ქიტიშვილს საგამოძიებო უწყება არ დაუტოვებია 2 საათზე მეტია, რაც ქიტიშვილი პროკურორის კითხვებს პასუხობს. რატომ გახდა საჭიროც ქიტიშვილის დაბარება? 2019 წელს მაიაც ქიტიშვილი იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი, სწორედ იმ დროს, როდესაც საგუშაგო დაიდგა და როდესაც პრემიერი შეიცვალა და მთავრობა გადაბარდა გიორგი გახარიას, ის ამ მთავრობაში დარჩა, კვლავ ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და პლუს ამას იკავებდა ვიცე-პრემიერის თანამდებობა. შესაბამისად, მას ძალიან ბევრი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საგუშაგოს მშენებლობის დაწყებასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ვინ იღებდა გადაწყვეტილებას, ვინ იყო საქმის კურსში და რაც მთავარია, უნდა მიაწოდოს ახლა საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როდის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს არსებობს თუ არა ოფიციალური კორესპონდენცია და რა მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უბრალოდ გზის მოპირკეთებასა და მოწესრიგებაში დახმარება, თუ იყო გაწერილი პროექტი, რომლითაც საგუშაგოს მშენებლობა უნდა დაეორგანიზებინა, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროს. გამოძიებას აქვს კითხვები, ამ კითხვებს უპასუხებ და მე გამოვალ და მე ინფორმაციას მიაწვით პირველ რიგში გამოძიებას მივაწვი იმ ინფორმაციას, რა კითხვებიც იქნება, ვალდებული ვარ, რა თქმა უნდა, კითხვებს გავცემ. სამუშაოები სამინისტრო მაგვიანდება უკვე. მაგვიანდება, ამიტომ მომეწეც საშუალება. მადლობა. მანამდე კი გამოიკითხა ჩორჩანას მკვიდრი არჩილ ლომიძემ, რომელმაც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაასაჯაროვა, ის რომ დღემდე მაგალითად ჩორჩანას მკვიდრებს არ შეუძლიათ გარკვეულ ტერიტორიაზე მიახლოვება, თუმცა ვერ იხსენებს ჩვენთან მანამდე რა ხდებოდა, მანამ სანამ 2019 წელს საგუშაგო დაიდგმებოდა ჩორჩანაში, რადგან გავრცელებული ინფორმაციით რუსები, ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში ზომავდნენ და ნიშნავდნენ იმ ტერიტორიას, სადაც ეგრეთ წოდებული საზღვრის გავლება უნდოდათ, თუმცა ჩორჩანას მკვიდრს ახლა არ ახსოვს ოკუპანტები გადაადგილდებოდნენ თუ არა ამ ტყეში. ჩვენ მას ვკითხეთ და დავინტერესდეს, რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა, მათთვის შვება ხომ არ იქნება, მაგალითად საგუშაგოს მოშლა, ამასთან დაკავშირებით მას პოზიცია არ აქვს. აი ეს საგუშაგო რომ ჩაიდგა, ჩადგმამდე ჩვენ სარგებლობდით ამ ჩვენ ტყით, ჩავდიოდით მდინარემდე და ჩვენ ხმას არავინ არ გვცემდა, ასე რომ ვთქვათ. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ამოვიდნენ ეს რუსები და ვარქვათ თუ ვინც არიან და სადღაც კილომეტრ-ნახევრის ზემოთ ამოიწიეს და დააჭვეს თავისი დროშები. დროშებს აღარ დაჯერდნენ, ახლა პოსტიც აქვს ჩადგმული საგუშაგოებს მაგათაც. ჩადგმული და სადღაც 120 ჰექტარი ტყე მაინც დავკარგეთ ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე. ინფორმაციას ოკუპანტები არ შეგინიშნავს ჩორჩანას. მე მაგას არ ვფლობ, მაგ ინფორმაციას რომ მანამ აი ჩვენ ზემოთ ჩორჩანაში და წალხში არა, მაგრამ ზემოთ სადღაც საჩხერისა და ხაშურის რაიონის საზღვარზე ჩვენ სოფლის მოსახლეობა დადიოდა ხოლმე ჯონჯლის საკრეფად, ასე რომ ვთქვა და იქიდან კიდევ ოსური სოფლებია ზემოთ და იმ საზღვართან მიახლოებულებს ზოგჯერ წაიყვანეს ხოლმე, მაგრამ ეს ადრე იყო. რომ კილომეტრ-ნახევარი ამოვიდნენ ოფიციალურად და სადღაც 1 კილომეტრში უკვე ჩვენი კიდევ ზემოთ ჩვენ ტერიტორიაზე იქ ვეღარ მივახლოვდებით, ახლა როგორ მივახლოვდებით, საშიშია. უკვე მეოთხე დღეა პროკურატურა ინტენსიურად აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს, იბარებს უწყებაში გამოკითხვაზე სხვადასხვა პირებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს, თუმცა საგამოძიებო უწყება არ ავრცელებს ინფორმაციას, როდის მოუწევს გამოკითხვაზე მოსვლა გიორგი გახარიას და მათ შორის დუმს ყოფილიყო პრემიერ-მინისტრიც და არ ამბობს, რა პოზიცია ექნება იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მას გამოკითხვაზე დაიბარებს. გახარიას ამ დრომდე არც იმაზე საპასუხო კომენტარი გაუკეთებია, როდესაც Ულუკიანმა ის ხელმეორედ დაიბარა საგამოძიებო კომისიაში.